ჩვენ მოცემული გვაქვს, ხოლო 2 მარხვა პირდაპირ წერია. ეს არის დიდი მარხვა და 4 შაბათი და პარასკევი. და ძალიან ხშირად ჩვენ 4 შაბათს და პარასკევს ყურადღებას არ ვაქცევთ. უნდა იცოდეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მარხვა არის. არ შეიძლება თუ დღესასწაული ემთხვევა და რაღაცა ისე მოხდა და შეიძლება ეკლესიამ ყოფილა შემთხვევა, რომ ტაძრის დღესასწაულია ან რაღაცა და ამ დღეს ეკლესია მიიღო გადაწყვეტილება და ხსნილად გამოაცხადა, ეს სხვა საკითხია, ან რაღაცა გვიანი საღამოა უკვე და რაღაცა აქედან გამომდინარე რაღაც ესეთი მიზეზები არსებობს. არ არის ხო გახსნილებული, ხო და ამიტომაც 4 შაბათი პარასკევი ძალიან მნიშვნელოვანია. იცით როგორი მკაცრი კანონი წერია. ვინც არ შეინახოს, ესე იგი 4 შაბათი პარასკევი და დიდი მარხვა, მოკვეთეთ ეკლესიისგანო პირდაპირ წერია. ანუ იქ თუ სხვა იმაზე წერია, რომ უნდა გამოიძიო, როგორ მოხდა, იმან რომ იმას დაარტყა, რაღაცა უნდა არ უნდა და შემთხვევით აქ ამოცება რომ არ ინახავს მარხვას მოკვეთეთ ეკლესიისგან. ძალიან მკაცრი განჩინება არის, მინდა გითხრათ ამასთან დაკავშირებით. ასე რომ 4 შაბათი პარასკევის მარხვა არ მიიჩნიოთ უმნიშვნელოდ. ძალიან მნიშვნელოვანია.